იცით თუ არა რისი სიმბოლოა ეს გამოსახულება? დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, Mercedes-Benz-ის. ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მას ხვდებით, მაგრამ ხშირად არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს ნიშანი. თუმცა დღეს სულ სხვა სიმბოლოზე მინდა გესაუბროთ. თუ ამ სამ ხაზს კიდევ ერთ ხაზს დავუმატებთ, გამოდის სულ სხვა სიმბოლო. ეს არის მტრედის კიდური, პაციფიზმის სიმბოლო, რომელიც ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა მთელს მსოფლიოში. და რატომ მტრედი? კაცობრიობის დასაბამიდან სწორედ მტრედი ითვლებოდა მშვიდობის და კეთილდღეობის სიმბოლოდ. მტრედი ბიბლიური ფრინველია, მას მრავალი საინტერესო ლეგენდა, ფაქტი თუ მოვლენა უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ მტრედის სახეობებს შორის არსებობს თბილისურიც. ამ და სხვა საინტერესო თემაზე გვესაუბრება მემტრედეობის კურატორი საქართველოში ბატონი ჯემალ ჩიტო ალთუნაშვილი. ეს არის თბილისური მტრედი. აი ნახეთ ეს. როგორც ბატონმა ჩიტომ გითხრა, მის ყველა მტრედს შორის გამორჩეულია ეგრეთ წოდებული თბილისური მტრედი. იგი არაჩვეულებრივია როგორც გარეგნული მონაცემებით, დეკორატიულობით და ასევე მოქნილობით. თურმე მას საოცრად ლამაზი მალაყების შესრულება შეუძლია ჰაერში. 1988 წელს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე თბილისურმა მტრედმა გაიმარჯვა და მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ბევრს გავაცა 87 წელს ქალაქ მოსკოვში ჩვენმა მტრედებმა ისე იმდენად მასახელა, რომ მაქვს მიღებული ბრინჯაოს медаლი. სადაც კი მივიღეთ მონაწილეობა, ყველგან გავიმარჯვეთ. ისეც კი გააკეთეს, რომ ჩვენი მტრედი მოეწონათ გერმანელებმა გამოფენიდან, ქალაქ სოჩში იყო საერთაშორისო გამოფენა. ღამით გამოიყვანეს ჩემი ორი მტრედი, რომელმაც იმ წელს სოჩაში მიიღო ოქროს медаლი. ყვითელი მტრედი იყო, იმას ხუჭუჭა გამოიყვანეს და გადაუღეს სურათი. ეს სურათები 6 თვის შემდეგ ვნახე უკვე გერმანიაში გამოშვებულ ჟურნალში და იმის შემდეგ ისეთი რეკლამა აქ აღარ გვიჩერებენ. რამდენი სახეობები იყო თბილისურები და ეხლა უკვე რამდენიმე თითო ისეთი ეგზემპლარია დარჩენილი, რომ იმისგან ვეღარ გაამრავლებ ვერაფერს. ცოტა მაგრამ მოუჭირე. ესეთებიღაც შემოგვჭა. ეს არის ცნობილი თბილისური მტრედი. აი პასპორტი აქვს, აწერია ნომერი 2327. აუცილებლად უნდა გქონდეს თუ სადმე გამოფენაზე მიყავ თუ არა აქვს, იმას გამოფენაზე არ გაუშვებ. საკუთარი ბარტყებისადმი ერთგულების გამო მტრედი განასახიერებდა დედობრივ გრძნობებს. ზოგჯერ მტრედს მოიხსენიებდნენ სიბრძნის სიმბოლოდ. 18 დღის შემდეგ იჩიკება პატარა ბავშვი. ეს არის დაახლოებით 1 თვის. ასე 25-დან 1 თვემდე. აი ამის დედმამას აქვს ერთ თლიანად შავი კუდი. მეორეს აქვს, ესე იგი, შუაში აქვს ესე განაწილებული. მტრედს 12 ბუმბულზე ნაკლები არ აქვს კუდში. ეხლა ვაკეთებ იმას, რომ აი თითო ბუმბული აქეთ იქიდან რომ კონდეს თეთრი. ეს უკვე 30-40 წელი უკვე გაქრა ეს სახეობა. ურთიერთმეამბორე მტრედები შეყვარებულების სიმბოლოა. ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს, ხორებს ეძახიან ინგლისურად hawks. ხოლო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მშვიდობიან მოქმედებებს უჭერენ მხარს, მტრედებს ეძახიან ინგლისურად doves.
დაფრინავდა ერთი მტრედი და უცბად მიმინო გამოჩნდა თუ არ ვიცი რომ მიმინო იყო მგონი და დასტაცა ფრთებზე, მაგრამ მაინც გაიშვასავი. უფრო სახიფა თუ არის, ესე იგი შევარდება. ის ისეთნაირ სისწრაფით გამოვარდება, რომ ხანდახან ვერ ასწრებენ, ესე იგი რომ გაიქცნენ მტრედები. ამ მომენტში რომ დაჭრის, ხანდახან არის რომ შოქშია. ჩავარდება სადღაც და მე საღამოსთვის რომ მოსულერდება, მე მოფრინავს. წელიწად ნახევარი ხავდა ჩემი მტრედი ერთი შავი ზღვის ქუჩარი იქ და გარეთ არ უშვებდა. იმიტომ იმან იცოდა ეს როგორც გამოვიდოდა გარეთ მოვიდოდა ჩემთან. შემთხვევით დარჩათ, ესე იგი ღია კარები. ხო და მოვიდა აქ და ეხლა პატარები ყავს. აი ახლა ხომ მომიფრინდა რა ის მტრედი ის ჩემი მეგობარია. არ იღლებით ამდენი დღეც. არა. სიამოვნება მოვლაც და მათი ცქერაც. აი როგორც არ უნდა დაღლილი მოვიდე. მაინც აი ესენი უნდა ნახოს საღამოთ. რომ გადავხედა ყველა და თუ კი ყველა კარგად არის თქვენ წარმოვიდგინეთ ყველაფერი ის სტრესი, ის ნერვიულობა, ის დაღლილობა გავლილია. გესმით მტრედების ლაპარაკი. ჩემი ლაპარაკი როგორ იცით შემიძლია მოვიხმო ისინი. ამიტომ პატარობიდან არიან შეჩვეულები ისინი რომ სტვენით და გამოვლენ უცბად.